მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ, როგორია ტურისტული სეზონი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რისი ნახვა და რა სერვისების მიღება შეუძლიათ ადგილზე მისულ ტურისტებს. გადაცემის სტუმარი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე იქნება, რომელიც ხაზზე არის. მოგესალმებით, გიორგი, გესმით ჩვენი ხმა. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ საუბარი, როგორი წელს ტურისტული სეზონი და რა სიახლეებით შეხვდით და ხვდებით მწლევანდელ წელს. მოკლედ, როგორც იტყვიან, კარგად დაცხადა. ეხლა ყველაზე კარგი დრო არის დასვენებისთვის და სადმა დაეშენო თუ არა ლაგოდეხის ნაკრძალში ადგილი, სადაც სიმწვანით და წყლით არის კარგად წარმოდგენილი. ჩვენს ვიზიტორებს თავაზობთ 10 სხვადასხვა სირთულის ბილიკს. მოკლედ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწესებულოს თავისი მოგზაურობა და დასვენება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და არა მარტო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, უკვე ლაგოდეხის საკმაოდ კარგად განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აქ შეუძლია ისარგებლონ როგორც მაღალი კლასის სასტუმროებით, ასევე საოჯახო, ეკონომ-კლასის და შესაძლებელია ასევე უბრალოდ ველურ ბუნებაში დარჩენა. ჩვენ თავაზობთ საკარვე ადგილებს, თავშესაფრებს, ტურისტულ თავშესაფრებს და ეს ყველაფერი არის ძალიან ახლოს. ლაგოდეხში, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 160 კილომეტრით არის დაშორებული, ხოლო კახეთის სხვადასხვა რეგიონიდან 30-25 კილომეტრი არის მაქსიმალური დაშორება. გზები არის იდეალურად მოწყობილი, ჩვენი ტურისტული ბილიკები 120 კილომეტრია, 10 სხვადასხვა სირთულის ბილიკით არის წარმოდგენილი. ყველაზე პოპულარული, რა თქმა უნდა, ნინოსხევის ჩანჩქერია, რომელიც სიმაღლე 40 მეტრის არის, რომელიც არის საოცრად საინტერესო ადგილი, ტყე და წყლის ძალა გაერთიანებულია და ამ ცხელი ზაფხულის პირობებში ადამიანებს გრილდად თავგადასავლებით სასურველ დასვენებას პირდება. როგორ მოგვაგნოთ, რა ვიცი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების Facebook გვერდი APA.gov.g National Park G ჩვენი საინფორმაციო ცენტრები თითქმის 7 დღე 24 საათი მზად ვართ უმასპინძლოთ ვიზიტორებს, მივცეთ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ასევე მზად ვართ დახმარებაც კი აღმოუჩინოთ. ჩვენი ბილიკები არის იდეალურად მარკირებული საერთაშორისო სტანდარტებით. დასაწყისში არის საინფორმაციო ცენტრები, სპეციალური რუკები, სადაც ინფორმაციას მიიღებთ ბილიკების შესახებ და შემდეგ უკვე იწყება მარკირება. მაგრამ მონიშნები არის ორი ტიპის მონიშნები, ერთი არის სპეციალური ისრები, სადაც აღწერილია მანძილი, დრო და საღებავებით მონიშნული სპეციალური მანიშნებლები. ფაქტიურად ყოველ თვალეთ ძალიან უნდა მოინდომო რომ დაიკარგოს. ეს ფაქტიურად შეუძლებელია. თუ როგორ უნდა იმოგზაუროთ, ამისთვისაც ყოველთვის მზადობთ მივცეთ ინფორმაცია, თუ გადაწყვეტავთ ჩავიგდებით მის მარშრუტზე გამგზავრებას, უნდა იცოდეთ რომ დაგჭირდება 3 დღე 2 ღამის თევა. აქ შესაძლებელია საღამოს სიცივემაც კი შეგაწუხოთ, ამიტომ ერთი ხელი თბილი ტანსაცმელი გჭირდებათ, მზის გარდამცავი კრები, ქუდი რეკომენდირებულია. თუ გადაწყვეტავთ ნინოსხევის ჩანჩქერის, ოჭო ჩანჩქერის მონახულებას, აქ უბრალოდ უნდა კარგი განწყობით მოხვიდეთ. ჩვენ გვაქვს ესეთი პრინციპით, კლავთ მხოლოდ დროს, ტოვებთ მხოლოდ ნაკვალევს, ნარჩენები მოგვაქვს და მოიპოვებთ შთამბეჭდილებას. თბილი მოგონებით. გასაგები, ანუ საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკებიც არის ხო მოწყობილი? ჩვენ ასევე თავაზობთ საცხენოსნო ტურებს, საცხენოსნო ტურებისთვის 4 ბილიკი გვაქვს, სხვადასხვა სირთულის, ყველაზე მარტივი ერთსაათიანია, საშუალო და პოპულარულია ნაჭისციხის ბილიკი, რომელსაც 3 და 5 საათამდე უნდა. შავი კლდეების ტბა არის კლასიკური 42 კილომეტრიანი ბილიკი და უკვე მეორე წელია დაგვემატვა მარტოტის ტიპის ბილიკი. ეს არის საინტერესო მდინარე კაბლის სათავეებში, სადაც ჩვენ ტრადიციული მეცხვარეობაც შეიძლება ნახოთ და ეს ახალი და გამოჩეული ბილიკია, რომელიც ჯერ ისე პოპულარულია, რადგან სულ რაღაც 2 წლის არის, მაგრამ ვიმედოვნებ თუ რაც რო გავა, ეს უფრო საინტერესო იქნება, რადგან აქ ეკოტურიზმთან ერთად არის ასე ვთქვათ ტურიზმის სოფლად, მისი ელემენტების თუ როგორ მწყემსავი სხვა, ყველის მომზადება და სხვადასხვა ესეთი აქტივობები შეიძლება ნახონ აქ ვიზიტორები. გასაგებია და ვისაუბროთ, საიდან მოდიან ძირითადად ვიზიტორები თქვენთან და გასულ წელთან შედარებით ახლა როგორი სიტუაცია არის, რა მდგომარეობაა? ჩვენ სისტემატურად ვაწარმოებთ ვიზიტორთა სტატისტიკას, გასულ წელთან შედარებით 39%-ით არის მომატებული ვიზიტორთა რაოდენობა. მომატებული ვიზიტორებიდან ქართველი ვიზიტორები არის საგრძნობლად მომატებული, 59% არის გაზრდილი ქართველი ვიზიტორების
მატება, ცოტა შემცირებულია უცხოელი ვიზიტორების მატება. ამას გარკვეული თავისი მიზეზები აქვს, ეს არის ჩაკეტილი საზღვარი აზერბაიჯანთან და ჩვენს მეზობლად არსებული გამოწვევები, რომელსაც ფიქრობ სულ მალე დაიძლება და საერთო ჯამში თუ შარშან იგივე პერიოდში უმასპინძლეთ 8000 ვიზიტორს, ეს უკვე 10000 ვიზიტორი იყო და ფიქრობ, რომ პოსტ-კორონა პერიოდში რაც გავა უფრო მეტი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი სერვისი. გასაგებია, ასევე როგორც ვიცით, სარკე სერვისი და შემეცნებითი ბილიკი არის მოწყობილი ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის. რამდენად არის დაინტერესება ამაზეც რომ ვისაუბროთ? ეს საკმაოდ უნიკალური ბილიკია, შეიძლება ვთქვა, თუ არამარტო კახეთთან საქართველოს მასშტაბითაც გამორჩეული, ეს არის საინტერპრეტაციო ბუნებაზე დაფუძნებული ბილიკი, სულ რაღაც 1 კილომეტრია და გათვლილია აქტიურად 4 წლიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის, მაგრამ მოზადებიც და დიდი ადამიანების საინტერესოდ გაივლიან ხოლმე ადგილს, რადგან აქ გადმოცემულია ყველა ის საინტერესო ამბავი, რაც ჩვენს ბუნებაში, ველურ ბუნებაში ხდება, ბილიკი არის ძალიან მარტივი, ხელმისაწვდომი და მაღალია სკოლებისგან დაინტერესება. გარდა ამ ბილიკისა, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ საოჯახო პიკნიკები მოვაწყოთ დაცულ ტერიტორიებში, ამისთვის მოწყობილია საკმაოდ კარგი ფანჩატურები, საკემპინგის საკარვე ადგილები, ასევე საპიკნიკე სივრცეები, სადაც არის ცეცხლის დასანთები ადგილი, ცალკე, სველი წერტილი, წყალი და მოკლედ შეგიძლიათ მთელი დღე დარჩეთ ველურ ბუნებაში, დაგმეთ ჩიტების ჭიქჭიქით, შეწვათ მწვადი იქნება თუ ეხლა ტაროსე პერიოდია, ჩააცილოთ საზამთრო მცირ მდინარეებში და ამ ცხელ ზაფხულს დაემალოთ ბუნების წიაღში, სიგრილეში და სიმწვანეში. გასაგებია, იგივე საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკის, ასე ვთქვათ, ბილიკის გამოყენების დროს ტურისტს რისი ნახვის შესაძლებლობა აქვს? ამაზე რომ ვისაუბროთ და ვისაუბროთ ასევე იმაზე, აი როგორ არის ტურისტების უსაფრთხოება და ზოგადად უსაფრთხოების ნორმები დაცული და რა აქტივობები განხორციელდა ბოლო პერიოდში ამ ძალიან კარგი შეკითხვა არის. პირველი დავიწყოთ უსაფრთხოებიდან. ეკოტურიზმის მთავარი პრინციპია უსაფრთხოება. უსაფრთხოების გარეშე არის იმიტომ ველურ ბუნებაში გადაადგილება, არის პასუხისმგებლიანი გადაადგილება, პასუხისმგებლიანი როგორც ბუნების მიმართ, ასევე ადამიანების მიმართ. ამიტომ ეს ჩვენი თავარი გამოწვევაა და გასულ წლებში საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ. ჩვენი ბილიკები არის მოწყობილი საერთაშორისო სტანდარტებით, გათვალისწინებული ყველა უსაფრთხოების ზომები და ამიტომ აქ ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი. თავარია დაიცვათ ის წესები, რაც ყველა ბილიკის დასაწყისში წერია, მაგალითად არ უნდა მიუახლოვდეთ კლდეს ისეთ სახიფათო ადგილზე, რომ თქვენ რაიმე პრობლემა შეგექმნათ, არ უნდა გადაუხვიოთ მონიშნული ბილიკიდან, მოკლედ, აი ესეთ არ უნდა იბანაოთ პირობითად ჩანჩქერში, რადგან ეს არ არის უსაფრთხო. რა თქმა უნდა, შავკდების ტბაზეც ბანაობა ესეთი მარტივი არის, როდესაც ადამიანი არის მოძრაობს, გაცხელებული, შენ გჭირდება გარკვეული პიტაპი არ შეიძლება. აი ესეთი მინიმალური რეკომენდაციებს თუ გაითვალისწინებთ, თქვენი მოგზაურობა იქნება უსაფრთხო. და კიდევ ერთი შეკითხვა, რასაც ხშირად ამბობენ ხოლმე, უპასუხებ, საშიში თუ არის თუ არა გარეული ცხოველებიდან თავდასხმა. მე ვიტყვი, რომ არა. იმიტომ ლაბორატორიის დაცულ ტერიტორიას უძველესი კავკასიაში 1912 წელს დაარსა და ამ 100 წლოვანი პერიოდის განმავლობაში ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, რომ გარეული კაცებელი დასხმოდა თავს ადამიანს, იმიტომ ამას თავის მიზეზი აქვს, ადამიანს ერიდება ყველა, შენ თუ იმოძრავებ ვიზიტორთა ბილიკებიდან, რომელსაც წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი გაივლის, სადაც ადამიანის სუნი არის დატოვებული, ცხოველებს არ თავის ბილიკები, ცხოველები ყოველთვის გვერიდებიან და რეკომენდაციები თუ შევამჩნიეთ პირობითად დათვი, გარკვეულწ. პირველ რიგში აუცილებლად გაქცევა არ არის აუცილებელი, მთავარია რომ აღზნობინო რომ შენც იქ ხარ, აი შეიძლება ხმამაღალი საუბარი იყოს, ხანდახან ეს გესწოდებული სასტვენსაც იყენებენ ადამიანები, არ უყვანოთ ხეში ნაშიერი, ეს და ფაქტობრივად აი ესეთი მარტივი წესების დაცვის შედეგად მინიმუმამდე ცირდება ის საფრთხეები და ვიტყოდი რომ აი ფაქტობრივად ესეთი საფრთხე არც წარმოშობილა ამ 100-იანი პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება საცხენოსნო ტურებს, რისი ნახვა შეიძლება საფეხმავლო, ეს არის კომპლექსური. ადამიანების ინტერესების მიხედვით. ვიღაცას უყვარს უბრალოდ მოგზაურობა ველურ ბუნებაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლები, როგორც არის ლაბოდეხის მონასტერი, მაჭის ციხე, რომელიც იყო კახეთის მეფეების რეზიდენცია, მე-5 საუკუნიდან დაიწყება მისი ისტორია, საკმაოდ სამბიჭდავი 3 ჰექტარზე გაშენებული ეს ინფრასტრუქტურა არის, რომელიც მოიცავს გალავანს, მაჭის ციხის კარის ეკლესიას, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს და ეს ყველაფერი ვიზიტორებს შეიძლება ნახოს და ასევე ბოლო წლებში საკმაოდ
აქტიური და პოპულარული გახდა მაგალითად ტყის პროდუქტების შეგროვება. როგორც არის სოკოების შეგროვება, ველური კენკრის და ხილის შეგროვება, ეს ჩვენ დაცულ ტერიტორიაზე პირადი მოხმარებისთვის დაშვებულია, საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი და ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია მოვიდეს და ისარგებლოს ამ ტყის საჩუქრით. გასაგებია და ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, აი რითი არის გამორჩეული ლაგოდეხის ნაკრძალი, რატომ უნდა მოვიდნენ და შემდეგ სამომავლო გეგმებზე გადავიდეთ. აი რთული შეკითხვა, რადგან მოკლედ ძალიან რთული არის ამის პასუხი. ლაგოდეხის ნაკრძალი შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს მინი მოდელია. საქართველოში სულ გვაქვს 5 ბიოგეოგრაფიული ზონა, სიმაღლებრივი ზონა, ერთადერთი რაც არ აქვს მუდმივი თოვლის ზონა არის, დანარჩენი ტყისატკბიდან დაწყებული სუბალპური, ალპური და ნივალური სარტყელი, ანუ შეგიძლია მთელი საქართველოს მოიარო და შეიცნო ლაგოდეხის, რადგან წარმოიდგინეთ ტროპიკული ელემენტებით შეიძლება ნახოთ ხავსებით და სურვებით დაფარებული ტროპიკული ტყის მსგავსი ფრაგმენტები, შეგიძლიათ ნახოთ დიდი კავკასიონის კლდოვანი ქარაფები, რომლის დიდი მშვენება აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ირმები, რომელიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, 300 გადაცდა მათი რაოდენობა და უზარმაზარი ხელუხლებელი ტყის კორომი. სადაც 300, 400, 500 წლის ხეები, აი ესე შენს გვერდზე ცხოვრობენ, რომელსაც ალბათ ლაპარაკი შეიძლება უამრავ ისტორიას მოგვიყვებიან, ზოგი ხეს დიამეტრი 12 საღე მატება და მათი სიმაღლე ხანდახან 35 მეტრზე მაღალია. მოკლედ ეს ყველაფერი არის ძალიან ახლოს. ქალაქ ლაგოდეხზე სხვა დასახელ პუნქტზე სულ ერთი ნაბიჯი და უკვე ველურ ბუნებაში ხარ, ამისთვის არ ჭირდება განსაკუთრებად დიდი მანძილის გავლა, ბევრი დროის გამოყოფა, შეგიძლია 10 წუთში კომფორტული სასტუმროდან თავი ამოყო ველურ ბუნებაში, რაც ძალიან იშვიათია ზომიერ სარტყელში. გასაგებია და სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ, ტურისტული სეზონისთვის რაიმე სერვისის დამატება ხომ არ იგეგმება, ან რას გეგმავთ? კი, ჩვენს მუდამ ვფიქრობთ, რომ ტურისტებისთვის რა შეიძლება დავამატოთ, აი ამ წუთში მიმდინარეობს ერთი საინტერესო და უნიკალური პროექტი, ჩვენ გვინდა შევქმნათ მზის ენერგიაზე მომუშავე საშხაპერები, რომლებიც მთაშის, ბარშის ხელმისაწვდომი იქნება ვიზიტორებისთვის და როდესაც მეტნაკლებად დამღლელი მარშრუტიდან მივლენ ღამისთების ადგილზე, მათ შეუძლიათ ისარგებლოთ ამ საშხაპერებით. გარდა ამისა, ჩვენ დავამატოთ მეტეოსადგურს, ძალიან საინტერესო ამბავია ეს, რადგან ლაგოდეხი იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც დაიწყო გრძელვადიანი მეტეო მონიტორინგი, ეს და მე-20 საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო და დღეს 90-იან წლებში შეჩერდა და გაგრძელდება. სულ ერთ კვირაში უკვე გავაკეთებ და ეს ინფორმაციაც ხელმისაწვდომი იქნება, როდესაც ადამიანები გადაწყვეტავენ მოგზაურობას, ეცოდინებათ რეალური ამინდის პარამეტრები. გარდა ამისა, ჩვენი თავშესაფრებში განახდება მზის ელექტროსისტემები და თქვენში დღეს რა თქმა უნდა ელექტრონული გაჯეტების გარეშე ჩვენი მოგზაურობა წარმოუდგენელია და თავისუფლად შეგიძლიათ უკვე დატენოთ ტერიტორიაზე ეს თქვენი ელექტროხელსაწყოები და დამატებით კიდევ მუშაობთ ერთ პროექტზე, რომ ყველა ბილიკის დასაწყისში იყოს ერთგვარი მოსაცდელი, სადაც შეგიძლიათ დაელოდოთ თქვენი ჯგუფის წევრებს და მანამდე აი აქ იქნება ისევ ხელმისაწვდომი უსადენო თუ სადენიანი დამტენებიო თქვენი ხელსაწყოები. მოკლედ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიზიტორების ყველა სურვილი ავასრულოთ და მათი მოგზაურობა ლაგოდეხში იყოს უსაფრთხო და საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, რამეს თუ არ დაამატებთ დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ და წარმატებით. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემის სტუმარი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე იყო და საუბრობდით, როგორია ტურისტული სეზონი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და რისი ნახვა და რა სერვისის მიღება შეუძლიათ ადგილზე მისულ ტურისტებს. მე კი ამ დროისთვის მაყურებელს ვემშვიდობები მომავალ შეხვედრამდე.